ჩვენს გვერდით შენებარე კორპუსი გზაზე მდებარე აუცილებელი და სავალდებულო მიწის ნაკვეთიებები მიიღო და ამ პრობლემის მოსაგვარებლად წვანება იყო. არებით რამდენიმე წელში უბედურებით შეიცვლება. დღეს რომ განი ჯგუფა და აპექს ჯგუფა პრობლემებჯერ მეტად იყვება. კორპუსი დაიშკიდოლა ჩვენს ეზოზე მიუთითებს. ამ ეკრანის ქვეშ დავდივართ, რადგან ის მოსახლეობის ასეთ სიმდიდროს ვერ აიღებს. ერთადერთი რჩება ხალხის პოლიტიკური მოთხოვნა. ეს როდესაც ესე დამახინჯებულია და ჩემზე კარგად იცით რომ ბეტონის ჯუგრებს ეძახიან და სადაც რაიმე უძრავ ტერიტორია დარჩა რომელიც შეიძლება სხვაგვარად გამოიყენოს და სარეკრეაციო თუ არა საფეხმავლო სივრცეთ მას შეინარჩუნოს, ხო? 22 სართულიან კორპუსი არ უნდა შეითავსოს. ვაპროტესტეთ ორი მშენებლობის აპექს ჯგუფის და განის ჯგუფის მიერ აშენებულ კორპუსებს, შენებარე და აშენებულ კორპუსებს, რომლებიც ეზოს გარეშე აშენებულია. დღეს ალექსიძის ქუჩაზე არის ფრონტის ხაზი, თბილისი დაბეტონდება თუ გამწვანდება. ეს შენებლები ისედაც უზარმაზარ მოგებას ნახავენ მაინც, მაგრამ უბრალოდ არ უნდათ ზედმეტი კაპიკი დაარგონ, იმიტომ რომ ნებართვა უკვე ჭყალებში კანონიერი ნებართვა, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია უკვე ჯიბეში აქვს. ეს მხოლოდ ერთადერთს მიუთითებს, რომ მათ ძალიან დაინტერესებული და მნიშვნელოვანი გავლენიანი მფარველები ყავს. ძალიან რთული იყო, რომ ეს მართლაც დამახინჯებული უბანი სამწუხაროდ წინა წლებში, სადაც ყველგან ჩააკეთეს ეს მახინჯი კორპუსები აკადემ ქალაქში. კიდევ უფრო მოგვიხერხებია და დაგემახინჯებია. ეს მოახერხა ბატონმა ნარმანიამ, რომელმაც გასცა რამ გააცემია 22 სართულიან კორპუსზე ნებართვა აი ამ ადგილას, სადაც რეალურად საფეხმავლო სივრცე აღარ დარჩა. 2015 წელს, აი აგვისტოს თვეში ბატონმა ნარმანიამ გასცა ნებართვა აი ამ კორპუსზე. ადამიანი, რომელიც მეზობელია ამ ხალხს და პურიზიაში ცხოვრობს გვერდით კორპუსში. და 12 სართულიანი კორპუსი შეითანხმა მშენებლობის თავდაპირველად და შემდგომ გაზარდა 22 სართულამდე. და მე დარწმუნებული ვარ და არავის ეჭვი აქ არ ეპარება, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. კორუფცია არ არის ბატონებო და ქალბატონებო, მხოლოდ მაშინ, როდესაც ფულს ნაღდი ანგარიშტორებით გირთიან და გიდებენ ჯიბეში. კორუფცია, როდესაც სას აკაშენებიებენ და მე ბინას აჩუქებ ირიბად მის ნათესავს ან მეგობას.